ქართველმა მოზარდებმა ჭადრაკში მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. სერბეთში გამართულ შეჯიბრში 43 ქვეყნის 470 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ანასტასია კირთაძე და ერეკლე ტაბატაძე ჩემპიონატის მსვლელობისას ლიდერთა შორის იყვნენ და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ ორივემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე საქართველომ 43 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. ახალგაზრდული ნაკრების წევრები მწვრთნელთან ერთად სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად ბაადურ ჯობავას რუმინეთში გამართულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე. მან მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. 20-დან 28 მარტის ჩათვლით სერბეთის ქალაქ ვრინიაჩკა-ბანიაში გაიმართა მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის 7-დან 17 წლამდე, სადაც საქართველოს დელეგაცია 9 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი. თავიდანვე მაღალ კატეგორიებში 15 წლამდე ბიჭებში და 17 წლამდე გოგონებში ჩვენი მოჭადრაკეები ითვლებოდნენ ფავორიტებად და პრინციპში ეს სტატუსი გაამართლეს კიდეც, რადგან 17 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძემ დაიკავა მეორე ადგილი, პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ ადგილსაც ველოდი, თუმცა ტურნირიდან გამომდინარე, მძიმე სტარტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მეორე ადგილი ნამდვილად წარმატება იყო იმ ფონზე, როდესაც მან მე-7 ტურში წლია ტურნირის გამარჯვებულს და სულ-ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა. ხოლო 15 წლამდე ბიჭებში ერეკლე ტაბატაძე მეორე ნომრად იყო განთესილი და მეორე ადგილი დაიკავა, რაც მე ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან კარგი შედეგია. ეს მისი პირველი წარმატება საერთაშორისო მასშტაბით და ვფიქრობ, რომ წარმატებები კიდევ და კიდევ მეტი ექნება მას. რაც შეეხება დანარჩენ ქართველ მონაწილეებს, ასევე ჰქონდა შანსები 15 წლამდე გოგონებში ბარბარე აშოთიას, რომელმაც სამწუხაროდ ბოლო ტური დათმო და რომ არა ეს მარცხი შეეძლო სამეულისთვის ებრძოლა საპრიზო სამეულისთვის. ასევე ლუკა კუნთელიას ჰქონდა 3 წლამდე ბიჭებში ძალიან კარგი შანსი, ბოლო ტურებამდე იბრძოდა ჩემპიონობისთვის და მე-7 ტურში სრულიად დამთავრებულ პოზიციაში განცდილი მარცხის შედეგად დაიკავა მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ უკვე ადგილი ათეულს მიღმა და ასევე გიორგი წულაიას ჰქონდა კარგი შანსი 11 წლამდე ბიჭებში. დანარჩენ ქართველმა მონაწილეებმა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოცდილება მიიღეს და ვფიქრობ, ეს გამოცდილება მათ დაეხმარებათ მომდევნო ტურნირებში უკეთ თავის წარმოსაჩენად. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი თვე იყო ქართული ჭადრაკისთვის, რადგან რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბაადურ ჯობავამ მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური და ასევე მინდა უსურვო წარმატებები მას მსოფლიო თასზე. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები უკვე მაისში მიიღებს მონაწილეობას რუმინეთში უკვე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე და ვფიქრობ, ევროპის სასკოლო ჩემპიონატიდან უკვე ძალიან ბევრი მედლებით და მრავალრიცხოვანი მედლებით დაგვიბრუნდებიან საქართველოში.